მოგესალმებით ყველას. მედია კავშირი ობიექტივი და გადაცემა პროფესიონალები და საზოგადოება აგრძელებს თქვენთვის მაუწყებლობას. თქვენ კარგად იცით, მე გამოვაცხადე და თქვენ კარგად გახსოვთ, რომ ქუთაის კიდევ ერთი ლამაზი საღამო აჩუქარ მუსიკალურმა საზოგადოებამ ეს გახლავთ 27 იანვარს, საუბარი მაქვს 27 იანვარს ჩატარებულ საღამოზე, რომელიც მიეძღვნა ქუთაისის მესამე სამუსიკო სკოლის 70 წლის იუბილეს. სკოლის დირექტორი გახლავთ საოპერო მომღერალი ბატონი გიორგი სტურუა, იგი ჩვენ რამდენიმე ხანში ჩაგვერთვება ქუთაისიდან, ხოლო სტუდიაში კი სტუმრად გვყავს თქვენთვის ყველასათვის კარგად ცნობილი ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის ფონდის პრეზიდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ულამაზესი ქალბატონი მარინა მაჭავარიანი ანჯაფარიძისა. მოგესალმებით მარინა, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. და კიდევ ერთი დამავიწყდა, რომ ამ საღამოს და 70 წლის თავთან დაკავშირებით სკოლამ საზოგადოებას აჩუქა ძალიან საინტერესო და მეტად საჭირო და დროული წიგნი. სწორედ ამ და კიდევ მრავალი სხვა საინტერესო შესახებ გვექნება ჩვენ უახლოესი 1 საათის განმავლობაში საუბარი გადაცემაში. თქვენ ბრძანდებოდით ქალბატონო მარინა საღამოზე და ჯერ მოდით დავიწყოთ იქიდან, ზურაბ ანჯაფარიძის სკოლა რამდენიმეა საქართველოში. თბილისში მე რამდენადაც ვიცი არის 3, არის ჭიათურაში, არის ქუთაისში და თუ არ ვცდები სამეგრელოში, მარტვილში, კი ბატონო. ზურაბ ანჯაფარიძის სახელი ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ უკვდავია თავისთავად, მაგრამ მინიჭებული აქვს ცისკაბადონზე არსებულ ერთ ვარსკვლავს. და ეს ყველაფერი ვისი ინიციატივით მოხდა, მოდით ახლა აქედან დავიწყოთ. ვარსკვლავიდან? 2010 წელს ზურაბს მითხრეს, რომ მინდოდა, როგორც ყველა დიდ ხელოვანებს ოპერის წინ, უხსნიან ვარსკვლავს, თავის სადაც იქ დგას ბიუსტი და სადაც არის თვითონ დასაფლავებული, მაგრამ გარდაცვლილებს თბილისში ოპერისა და ბალეტის თეატრის ეზოში. ძალიან მოინდომეს, მაგრამ მაშინ ყველა გარდაცვლილისთვის უნდა გაეხსნათ და არ იყო ამის საშუალება კანონმდებლობით. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, დაუკავშირდი მაშინდელი ოპერის თეატრის დირექტორთან ერთად, ბატონ დავით საყარელიძესთან ერთად, მოსკოვში ორგანიზაციას კოსმოსი და დედამიწა, რომელსაც ცნობილი მფრინავი გერმანე ტიტოვი ხელმძღვანელობს, მე მგონი დღემდე ხელმძღვანელობს. მასთან საუბრის შემდეგ, რა თქმა უნდა, მითხრა, რომ სპექტაკლებს ვესწრებოდიო პეტერბურგშიო, დიდ პატივს ვცემდიო და გარდა ამ ყველაფრისა, მე ნამდვილად მივანიჭებ ერთ-ერთ ვარსკვლავსო, ბატონი ზურაბის სახელს, ცისკაბადონზე. რა თქმა უნდა, ძალიან გავიხარე, იმიტომ ვარსკვლავები ცხოვრება მიდის, ყველაფერი ქრება. ერთადერთი ვარსკვლავებია ცისკაბადონზე, რომლებიც არ ქრებიან. ასე იქნება მუდამ სამომავლოდაც ალბათ საუკუნეებს გაუძლებს. დიდი ზურიკო ანჯაფარიძის სახელი არასოდეს არ გაქრება, ეს ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, ხო? ერთადერთი საოპერო მომღერალი გახლავთ მსოფლიოში, რომელსაც ცისკაბადონზე აქვს ვარსკვლავი გახსნილი და მისი სახელი აქვს მინიჭებული ამ არაჩვეულებრივ ვარსკვლავს. და მოდით ახლა დავუბრუნდეთ ქუთაისის საღამოს. 70 წელი შეუსრულდა მესამე მუსიკალურ სკოლას ზურაბ ანჯაფარიძის სახელობისა, როდესაც ზურაბი გარდაიცვალა, გამოქვეყნდა მაშინ, რა უნდა გაკეთებულიყო მისი სახელის უკდავყოფისათვის და ერთ-ერთი იყო, რომ რომელიმე სკოლისთვის მიენიჭებინათ სახელი. ერთ-ერთი პუნქტი. აი კადრებს ხედავთ სწორედ ბატონ ანზორ ერქომაიშვილთან ერთად კულტურის სამინისტროს ჩართულობით მესამე სამუსიკო სკოლას, რომელსაც ხელმძღვანელობდა არაჩვეულებრივი პიროვნება, უნიჭიერესი, უკეთილშობილესი ქალბატონი ნანი ბოჭორიშვილი, მიენიჭა სკოლას ზურაბის სახელი. ასევე ქალბატონი ნანის დირექტორობის დროს
კედელზე წარმოჩინდა ბარელიეფი, რომელსაც ვნახავთ ჩვენ ამავე სკოლაში და ბედნიერი და ამაყი ვარ, ქუთაისელი კაცი, ქუთაისში დაიბადა და მის სახელს ატარებს ერთ-ერთი შესანიშნავი სკოლა. დღეს ამ სკოლას უძღვება საოპერო მომღერალი, ახალგაზრდა ადამიანი, ძალიან ნიჭიერი, მონდომებული და კეთილგანწყობილი გიორგი სტურუა. გიორგი იმდენად მონდომებული იყო, რომ ეს 70 წლის იუბილე აღენიშნა, რომ ჯერ უნდა მე მგონი ოქტომბერში, ჯერ მაისში თუ ივნისში არ გამოვიდა, შემდეგ ოქტომბერში გადაიტანა, ხოლო შემდეგ ნინაობას, წმინდა ნინოს შემოგბრძანებისას საქართველოში, გიორგიმ გაგვიკეთა ასეთი საჩუქარი. სკოლაში რომ შევედი, არ ყოფილვარ ალბათ 20 წელიწადია. რომ შევედი, ცრემლები მომერია, დამხვდა ისევ ის პედაგოგიური კოლექტივი, სულ ყველანი ძალიან კეთილად განწყობილი, მოსიყვარულენი. დამხვდა თვითონ გიორგი, ასევე ჩვენი არაჩვეულებრივი, ჩვენი რა თქმა უნდა, რადგან ზურაბის სკოლაა, შესანიშნავი კონცერტი შემსრულებლებმა. კონცერტი ჩაატარეს ისეთი, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ სცენას დაამშვენებდა და როგორც ზურაბის სახელს ეკუთვნოდა, აი ასე ამ სიმაღლეზე თვითონ შენობა ვიზუალურად შიგნით, ყოველი კუთხე კუნჭული, აი ესე როგორც მე გავაკეთებდი სახლში სარემონტო სამუშაოებს, ისია გიორგის ყველაფერი აწყობილი. სარემონტო ახსენეთ, ქალბატონ მარინა და ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში რემონტი დასრულდა თუ ჯერ არ დასრულებულა? არ ვიცი, ამბობენ რომ ალბათ 1 წელიწადში დასრულდება. და თქვენ აპირებთ, ოჯახი აპირებს, რომ ზურაბ წერეთლის მიერ შექმნილი უმშვენიერესი ბიუსტი ქანდაკება დაიდგას აჩუქოთ ქუთაისის ოპერისა ბალეტის თეატრს. ვაპირებ, დაუთ იყო კიდეც ამაზე ლაპარაკი, ძველ ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით იყო ეს, ძველ წინა ქალაქის მერთან და აი ნახოთ, ეხლა რომ დამთავრდება, ალბათ თუ სურვილი ექნებათ, თუ მონდომება იქნება და თუ ეხლა ზურაბს ეკუთვნოდა, რა თქმა უნდა, რომ სურვილი როგორ არ უნდა გქონდეთ? ექნებათ კეთილად განწყობილ ადამიანებს, მომღერლებს. ეხლა თქვენ საერთოდ არ იცოდით და ისე დადგა ბიჯინა ივანიშვილმა ზურიკო ან დიდი ზურიკო ანჯაფარიძის მომღერალი ქანდაკება, ხო? ჩემმანანა, აი. ხო და ეხლა ოპერისა და ბალეტის თეატრში მით უმეტეს უნდა იდგას თან ქუთაისში, იმიტომ რომ ქუთაისში დაიბადა ადამიანი. ის კი არა, მანდ უნდა არსებობდეს მუზეუმიც. მუზეუმის თაობაზე მაინტერესებს. გააკეთებენ. ჯერჯერობით არ არის, შეკვეთილზე მინდა გითხრათ, არაფერი არ ვიცოდი ნამდვილად, ისე მოგეხსენებათ, ბევრი წვალება არა, მაგრამ მიჭევს ხოლმე მაინც ზურაბის უკტავ საყოფად სახელისათვის ბრძოლა წაბრძოლება, ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, აი ამ ციკლში, რომელიც აქტებს, აქაც მიწერია, ერთადერთი შემთხვევა, არ ვიცოდი ისე მოვიდნენ, ან ზორერ ქომაიშოვა დამირეკა ისე ძალიან პატრონობდა. მომღერალი ძეგლი ქანდაკების თაობაზე ბრძანებთ, ხო? მადლობის მეტი, აბა რა მეთქმის მომღერალი ძეგლი, მარადისობაში გადაიყვანეს ზურიკო ანჯაფარიძე. და მუზეუმზე რა ხდება, ქალბატონო მარინათ? ან ვის შეიძლება რომ ვკითხოთ მუზეუმის თაობაზე? აღარ მინდა მანანა ლაპარაკი ისე დავიღალე. კარგით, მაგრამ იმედი მაქვს. კარგით. ქალბატონ მარინას არ დავღლით და ჩვენ მივხედავთ მაგ საკითხს მაშინ. ჩემი ძალებით რაღაცა. ჩემი დიდი პატივისცემა ქუთაისის მერს, ჩემი დიდი პატივისცემა ქუთაისის ხელმძღვანელობას, ჩემი დიდი პატივისცემა ქუთაისის კულტურის სამსახურს, მაგრამ ზურაბ ანჯაფარიძის მუზეუმი ქუთაისში უნდა არსებობდეს უძველესი კულტურის ქალაქია და ეს უნდა გაითავისოს თითოეულმა თანამედროვე მაცხოვრებელმა. უძველესი კულტურის ქალაქი ეს იმიტომ თქვი, რომ უძველესი კულტურის ქალაქის მესვეურებს ჩემზე კარგად და ბევრზე კარგად უნდა ესმოდეს დიდი ზურაბ ანჯაფარიძის მნიშვნელობა მსოფლიოს საოპერო სივრცეში და
ამიტომ ალბათ მომავალ რამდენიმე გამოშვებაში უკვე ალბათ სიამოვნებით დაგითმობთ ეთერს იმის საუბრის თაობაზე, რომ დაიწყო ქუთაისში ზურაბ ანჯაფარიძის მუზეუმის შექმნა. დიდი მადლობა. თვითონ ქალაქში უნდა იყოს მანანა. ქალაქში უნდა იყოს. ქალაქის თვითმმართველობის ყურადღების ქვეშ და უნდა ეკუთვნოდეს ქალაქს, მოვიდეს უამრავი ტურისტი, ნახონ, დაათვალიერონ, ვინ იყო. ეს ხო ჩემი საკუთრება არ არის. თავისთავად. ეხლა წიგნზე მაინტერესებს წიგნის რედაქტორი ვინ არის? წიგნის რედაქტორი არაჩვეულებრივი ქალბატონი ნანა კარდავა. თქვი, ვიცი. ნანა კარდავა, მე ვიცი წიგნის გამოცემა მოგეხსენებათ რამდენი შრომა მაქვს ჩადებული ზურიკოსადმი მიძღვნილ წიგნებში და წიგნი რომ წავიკითხეთ, დავათვალიერე ყოველ კუთხე კუნჯულს უყურებდი პროფესიონალის თვალით. უდიდესი შრომა ქალბატონს ჩადებული ამ წიგნში, რისთვისაც მე მას უდიდეს მადლობას ვწირავ. ასევე მინდა თვითონ გიორგის ბევრი შრომა ძალიან ამ წიგნის გამოცემაზე რამდენჯერ დამირეკა, შემეკითხა, ღელავდა ძალიან რომ როგორი გამოვიდო და მე გარდა იმისა რომ დაიწერა ყველა ის ფაქტი, რომელიც საჭირო იყო დღიდან დაარსებისა სკოლისა, მოხსენიებულები არიან დამაარსებლები, პირველი დირექტორი ბატონი ავთანდილ მაჭავარიანი, ბატონი თეიმურას კობახიძე, ნანი ბოჭორიშვილი და შემდეგ გიორგი. და ამავე დროს მადლიერება მინდა გამოვხატო. ისე გიორგის ტურვას ძალიან დიდი ღვაწლთან ერთად დიდი პასუხისმგებლობა ხვდა წილად. ასეთი სახელების შემდეგ, ასეთი ახალგაზრდა ადამიანი რომ უძღვება სკოლას, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. და სწორედაც ამ ღვაწლის დაფასებით, ამ მონდომებით როგორ გითხრათ, დილი და საღამომდე შრომისთვის. გარდა იმისა, რომ ის არაჩვეულებრივი საოპერო მომღერალია, შესანიშნავად ასრულებს ყველა პარტიას, ვესწრებოდი ხოლმე ოპერის თეატრში მის სპექტაკლებს. დავაჯილდოვეთ ჩვენი ფონდის ოქროს მედლით. ზურაბის სახელთან შეხება, რა თქმა უნდა, უდიდესი პატივი და სიყვარულია, მაგრამ ის ადამიანებიც, რომლებიც ასე გვიდგან ამ მხარში, ესეც ჩემთვის, ჩემი ოჯახისათვის ძალიან დასაფასებელია. გიორგი სტურვა დაჯილდოვდა ზურაბ ანჯაფარიძის ფონდის ოქროს მედლით. ეს როდის ეხლა 27-ში? 27. აუი, რას ძანებს? გულოცავთ ბატონ გიორგის. ასევე ჩემო მანანა ქალბატონო მანანა არ გამომჩეს, მინდა ვახსენო როგორც გადმომცეს მერიის მოვალეობის შემსრულებელი ბატონი დავით ერემეიშვილი. წიგნის გამოცემისას უდიდესი ღვაწლი მიუძღვის მას და დიდი მადლობა. ასევე ქუთაისის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველს ბატონ ვაჟა ჯუღელს. და მის მოადგილეს შესანიშნავ ქალბატონს ბაია გობიაშვილს. ქალბატონ ბაიას. ბაია კოღუაშვილს კი. კიდევ ვინმე რო არ გამომჩეს, აი ამას უყურებ. დიახ, წაიკითხეთ პირად მახსოვს რომ ყველაფერი. მადლიერების გრძნობა თქვენ ვიცი როგორ გაქვთ განვითარებული. წაიკითხეთ ქალბატონ მარინა. ჩემო მარინა, მე მგონი დავამთავრე. ბოლოში ახლა კონცერტი რო იყო, არაჩვეულებრივი კონცერტი, აღრთოვანება მანანა შეიძლება მხოლოდ ამ შემსრულებლებისადმი, როგორც საოპერო, ასევე სკოლის დამთავრებულები. სხვათა შორის ეს ბავშვები ყოველთვის ნანი ბოჭორიშვილი მირეკავდა და მეუბნეოდა ყოფილი დირექტორი წინა, რომ ფესტივალებზეც ვიმარჯვებთ, კონკურსებზეც ვიმარჯვებთ და ბატონი ზურაბის ნათელი ფარველობსო. და ეხლაც მართლა საოცრება იყო, შესანიშნავი იყო, ეხლა გიორგი ალბათ გექნება თფირი იმღერებს.
გიორგი თვითონ სტურუა. გიორგიმ გამომიგზავნა და გოგონა მღერის და მე მგონი თავისი არ გამომიგზა, ხო. ეთყობა ძალიან მორიდებულია. შესანიშნავი კონცერტმეისტერი, ქალბატონი მეგი ჭანტურია, რომელიც ზურიკოს ძალიან ახლოს იცნობდა, საოპერო თეატრის კონცერტმეისტერიც არის, ოპერის თეატრის და აი დიდი მადლობა სუყველას ამ არაჩვეულებრივი წიგნისთვის. წიგნი მოგეხსენებათ, ნაწერი რჩება საუკუნეები. თავისთავად რა და თქმა იმ საღამოსთვის, რომელიც 27 იანვარს გიორგი სტურუამ ჩვენ საჩუქრად მოგვიწყნა. მე აქვე მინდა მაყურებელს შევახსენო, რომ ბორჯომიც ელოდება რაღაც იქ გარკვეული რაღაც შიდა სამზარეულოდან გამომდინარე ოქტომბერში უნდა ჩატარებულიყო დიდი ღონისძიება, რომელიც მიეძღვნებოდა ბორჯომში ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის ქუჩის გახსნას და პარკის გახსნას, ხომ? იყო იქ ადრე პარკი, ჩემმანა და ის პარკი უნდა აღდგეს. და მე ვაპარაკე მე თვითონ მესვეურებს და მითხრეს რომ აუცილებლად გავაკეთებ თუ შემოდგომაზე, ბორჯომობაზეო და ალბათ გააკეთებ. კი, არა, მეც ჩვენც ქონდა საუბარი ამ თემაზე არაჩვეულებრივ ბატონ მერთან და მითხრა რომ ნუ ეხა უბრალოდ ცოტა რაღაც მაინც შიდა სამზარეულო მოდი ასე დავარქვათ და სულ ცოტა ხანში ბორჯომს ექნება დიდი ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის სკოლა. კარგი იქნებოდა ჩემო მანამ. სკოლა არა, მაპატიეთ სკოლა არა, ქუჩა. ისე შეგვიხსენებინა ჭიათურისთვის, იქ სადაც ზურაბის სახელობის პარკია. მე ხო ეს ყველაფერი ჩემი საკუთრებისთვის არ მჭირდება. მე მინდა რომ ზურიკოს სახელმა იარსებოს, იყოს მოვლილი და პატივი მივაგოთ მის ხსოვნას. ალბათ ყურად იღებენ ჭიათურის მერი და ხელმძღვანელობა და ისე მე ძალიან მაინტერესებს, კიდევ ერთხელ დიდი ბოდიშის მოხდით, ძალიან მაინტერესებს, რატომ უნდა ჭირდებოდეს ზურაბ ანჯაფარიძის მეუღლეს, ქალბატონ მარინა მაჭავარიანს ამ თემების გარშემო მუდმივი საუბარი. რატომ უნდა ჭირდებოდეს საზოგადოებას და რატომ უნდა იყოს საზოგადოება მუდამ მოლოდინის რეჟიმში იმისთვის, რომ ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის ქუჩა უნდა არსებობდეს ბორჯომში. ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის სკვერი უნდა არსებობდეს ჭიათურაში და მომიტევეთ, მაგრამ ზურაბ ანჯაფარიძის მუზეუმი სად და ქუთაისში აუცილებლად უნდა არსებობდეს. ჩვენ მოდით ახლა ბატონი გიორგი სტურუას მიერ გამოგზავნილი ვიდეო შევთავაზოთ მაყურებელს და შემდეგ უკვე ბატონ გიორგი სტურუას ჩავთავთ ქუთაისიდან პირდაპირ ეთერში. ერთი წუთით დიახ რაღაცის თქმა გნებავდა. გლობუსის შესახებ აუცილებლად ვისაუბრებთ მეორე ნაწილში. არ დაგვავიწყდეს. არა, აუცილებლად ეს ერთ-ერთი უმთავრესია. მოდი თუ შეიძლება ვიდეო გავუშვათ და შემდეგ გიორგი სტურუა შემოვიყვანოთ ეთერში. Thank you.
ძალიან დიდი მადლობა ბატონი გიორგი სტურუა უკვე ხაზზეა მივესალმებით ჩვენ მას მოგესალმებით. გამარჯობათ. ძალიან დიდი მადლობა ამ ვიდეოსთვის და ამ კადრებისთვის და მადლობთ იმისთვის რომ გვერთვებით თქვენ ქუთაისიდან და მოდით ახლა ორი სიტყვით თუ შეიძლება გითხარით ვინ იყო ეს მშვენიერი მანდილოსანი. პირველ რიგში მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და მადლობას გიხდით ზოგადად რომ აშუქებთ ამ ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვან თემას და საკითხს და დიდი მადლობა მაგისტრის ვართ ბატონო გიორგი ჩვენ კულტურის განყოფილება დიდი მადლობა კი ბატონო, რაც შეეხება ამ კონკრეტულ ნომერს, სანამ ჩემ შემოსვლამდე რომელიც გადიოდა, ეს არის ჩვენი დავიწყებ ჯერ ასე ვთქვათ, ჩვენი მოსწავლით, რომელიც არის დავით თოდუა, არის მე-6 კლასელი. არაჩვეულებრივი ვაჟია. დიახ, სწავლობს საფორტეპიანო განყოფილებაზე და რაც შეეხება ილუსტრატორს, ეს არის ჩვენი პედაგოგი, ასევე ილუსტრატორი ნათია მელქაძე, რომელიც ამასთან ერთად გახლავთ ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტი და ჩვენთან სულ რაღაც რამდენიმე ერთ წელიწადია ალბათ არასრული წელიწადია რაც მუშაობს და როგორ გითხრათ ეს ნომერი იყო მხატვრული აკომპანიმენტის ფარგლებში ანუ ამ საგდის ფარგლებში რომელიც მართალია ჩვენ სკოლაში დიდი ხანია ისწავლება მაგრამ ჩემი უშუალო მოთხოვნით და ასე ვთქვათ დაჟინებით ეს ახლა აქტიურად მიმდინარეობს ბავშვების დაინტერესება მსგავსი ნომრების მეშვეობით და ასევე ზოგადად ამ საგნის წარწერის რადგან ისევე როგორც ოპერის საოპერო სფეროში მომღერლების დეფიციტია, ასევე გვაქვს ძალიან კარგი კონცერტმეისტერების დეფიციტი და ჩვენი სკოლა ეხმიანება ამ პრობლემას და ესეთი ნომრებით ცდილობთ აღმოფხრას და პოპულარიზაციის დათესვას ახალგაზრდა შემსრულებლებში. არაჩვეულებრივი დაჟინებაა, მინდა გითხრათ და ასე გააგრძელეთ, დროული და მეტად საჭირო. გიორგი, ქუთაისი თქვენ მესამე სამუსიკო სკოლის დირექტორი ბრძანდებით, როგორც უკვე აღნიშნეთ, მეც და ქალბატონო მარინამას და ყველა მიცის ეს 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით თქვენ ჩაატარეთ ძალიან ლამაზი საღამო და ასევე სკოლამ გამოცა წიგნი. მოდით ამ საღამოს შესახებ და მაინტერესებს რამდენი ხანია თქვენ ხართ დირექტორი? მანანა წიგნი ხომ არ ვაჩვენეთ არ გამოჩნდება მაგრამ ჯერ მივესალმები ულამაზეს ქალბატონ მარინა მაჯავარიანს რომელიც არის კადრში და მოვიკითხავთ იგი სიყვარული დიდი მადლობა ჩემო ძალიან რაც შეეხება ჩვენ ღონისძიებას დიახ ჩვენ შარშან ესეც მინდა რომ აღვნიშნო შარშან შეგვისრულდა 70 წელი რადგან სკოლა დაარსდა 1954 წელს და მე მისი დაარსება უკავშირდება პირდაპირ ჩვენი გენიალური დირიჟორის და პიანისტის თეიმურაზ კობახიძის სახელს, რომელიც უშუალო ინიციატივით არა მარტო ეს სკოლა, არამედ მეო ფალიაშვილის სახელობის მეორე სამუსიკო სკოლა ქუთაისში, ბაღდადში, წყალტუბოში და ზოგადად ამ ადამიანს უნდა უმადლოდეთ, რომ დასავლეთ საქართველოში გვაქვს საგანმანათლებლო სისტემა და საოპერო ჟანრი, რომელიც უშუალოდ მის სახელთან არის დაკავშირებული და მის ძალიან დიდ ძალისხმევასთან. შესაბამისად 54 წელს მან პირველი სამუსიკო მელტონ ბაჩოს სახელობის პირველი სამუსიკო სკოლის ბაზაზე შექმნა ეს ორი სამუსიკო სკოლა, პირველი და მესამე და მეორე სამუსიკო სკოლა და მის შემდეგ აგრძელებს ეს ორი დაწესებულება ძალიან ასე ვთქვათ სისხლსავსე ცხოვრებას და ზუსტად ამის დაგვირგვინება, ვერ ვიტყვი დაგვირგვინება, მაგრამ ამ 70 ჩვენ კიდე გვაქვს სამომავლო გეგმები. რა თქმა უნდა, გრძელი გზა გაქვთ წინ ღვთისწყალობით. მაგრამ ამ 70 წლის, განვლილი 70 წლის, ასე ვთქვათ, მოკრძალებული შეჯავება იყო ეს წიგნი, რომელიც გადავწყვიტეთ, რომ ამ თარიღთან დაკავშირებით გამოეშვა სკოლას. ეს ღონისძიება უნდა ჩატარებულიყო დეკემბერში, რადგან ასე ვთქვათ, გითხარით კიდეც რომ 2024 უკაცრავად ხმა აღარ ისმის. უკაცრავად იუბილე, ასე ვთქვათ, ოფიციალურად, მაგრამ გარკვეული ქვეყანაში გესმით? კი, ეხა მესმის. გესმით სხვა? დიახ, ეხა მესმის.
და ეს ღონისძიება უნდა ჩატარებულიყო დეკემბერში, მაგრამ ქვეყანაში შექმნის სიტუაციის გამომდინარე ჩვენ გადავიტანეთ ცოტა მოგვიანებით, მაგრამ როგორც იტყვიან, ჯობს გვიან ვიდრე არასდროს, ამიტომ ჩავატარეთ ეს ღონისძიება მართალია არა იმ პომპეზურობით, რითაც გვინდოდა, რადგან ჩვენ დარბაზის, ასე ვთქვათ, ზომა და არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ძალიან ბევრი მაყურებელი და მსმენელი მოვიწვიოთ, თუმცა ნამდვილად იყო დიდი მოთხოვნა ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით და რაოდენობას არ აქვს გიორგი, მნიშვნელობა, მთავარია ხარისხი, როგორ ჩატარდა და ჩატარდა ძალიან გემოვნებით და ძალიან დახვეწილი. ასე რომ რაოდენობას არ აქვს. მერე დროთა განმავლობაში ისიც იქნება, რისი სურვილიც გაქვთ. კი, ჩვენ კი ნამდვილად იქნება და ამიტომ ამ წიგნს რაც შეეხება, ნამდვილად მე მიხარია რომ შეფასება ყველასგან ფაქტობრივად ერთი ქონდა, რომ ყველა აღნიშნა წიგნმა, ყველა მოლოდინს გადააჭარბა, რადგან ეს არა მარტო თქვათ ჩვენი სკოლის დამსახურება, არამედ ზოგადად თვითონ წიგნის მონაცემები, პოლიგრაფიული ხარისხი, ყველაფერი მაღალ ხარისხში დაიბეჭდა ერთ-ერთ საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო სტამბა სეზანში და მე აქედან მინდა მადლობა გადავხადო ამ სტამბას, ასევე ძალიან კარგი და ასე ვთქვათ ბევრ პროექტში ცნობილი დიზაინერი მუშაობდა ბატონი ბესიკ დანელია, რომელმაც შექმნა ეს წიგნი და მისი ელექტრონული ვერსია და ძალიან დიდი აღთვალება გადმოიწვია ამან. ასევე მინდა ვახსენო რედაქტორი ნაკალბატონი ნანა ქარდავა, ასევე მინდა ვახსენო წყაროებით დამუშავება, რადგან მე მოგეხსენება თქვენ დამისვით კითხვა რამდენი წელია, მეოთხე წელია დაიწყო უკვე რაც მუშაობ სკოლის დირექტორად და საკმაოდ ბევრი გაქვთ გაკეთებული ამ 4 წლის კი, მაგრამ აი 70 წლის მატიანე ჩემთვის ძალიან რთულია რომ ცოდნოდა და მომეძია ასე რომ სკოლაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ასე ვთქვათ დამეხმარნენ ამაში და გაიხსენეს ყველა ის ფაქტი, რომელიც აუცილებლად უნდა შესულიყო და თვითონ წყაროების დამუშავება ქალბატონი თამარდვალი, რომელიც არის ჩვენი განყოფილების ხელმძღვანელი თეორიulis, მისი ძალიან დიდი წვლილია. იცით ალბათ ერთი გადაცემა არ ეყოფა იმ ადამიანების შემოსვლისას, მადლობა ეკუთვნის, მაგრამ მე ერწმუნეთ რომ ბევრი ადამიანი იყო ჩართული ამ წიგნის შექმნაში, ასევე ქალბატონი მარინა, რომელიც არის არაჩვეულებრივი წერილის და მოგონების ბატონ ზურაბზე ავტორი და მე ყველას მინდა გადავუხადო მადლობა, რადგან ჩვენ ასე ვთქვათ შევძელით და გამოვუშვით ესეთი მშვენიერი წიგნი. გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს თქვენ და სრულიად შემოქმედებით კოლექტივს. მე როგორც ხედავ, არის ძალიან ოჯახური გარემო თქვენ სკოლაში და ეს მისასალმებელია წინააღმდეგ შემთხვევაში. ასე რომ არა შეკრული კოლექტივი, ასეთი ლამაზი და ასეთი მაღალ ხარისხში აყვანილი საღამო ვერ გაიმართებოდა. ყველას ვუსურვებთ თქვენს მესამე სამუსიკო სკოლის მესვეურთ, თქვენ რა თქმა უნდა დირექტორს და თქვენს აღსაზრდელებს წინ ულამაზესი ცხოვრება ელით. დიდი მადლობა გიორგი. ძალიან დიდი მადლობა, უღრესი მადლობა და ქალბატონი მარინა ალბათ გააგრძელებს და ყველა იმ დეტალს მოყვება, რაც მნიშვნელოვანია და მე ვინც გამომრჩა თამატებს ქალბატონი მარინა ვიცი რომ თქვენი ასე ვთქვათ გადაცემის ფორმატი და გვაძლევს ამის საშუალებას. მე სამწუხაროდ ვერ მოვახერხე პირადად გადაცემაში ჩამოსვლა, მაგრამ გპირდებით ჩვენ გაგანებიურებთ ასეთი ვთქვათ ღირსშესანიშნავი ღონისძიებებით და თქვენ ვიცი რომ არ დააკლებთ ამას. არა, რას ძანებთ და თქვენ როცა მოახერხებთ, ჩამობძანდით და ისე საინტერესო რამ ბრძანეთ, წეღან აღარ შეგაწყვეტინეთ, ისე ლამაზად საუბრობდით. აი ეს დამფუძნებელი სკოლების დამფუძნებლის შესახებ ვისაუბროთ, თქვენ გექნებათ ალბათ იმის ფუფუნება, რომ გქონდეთ სუყე მასალა ამ პიროვნების შესახებ და სიამოვნებით დავუთმობ მე ეთერს. დაგითმობთ სიამოვნებით ვისაუბროთ. კარგი, გელოდებით თბილისში და წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა ჩართვისთვის. დიდი მადლობა. ბედნიერად. ქალბატონი მარინა, ძალიან საინტერესო რამ ბრძანა ბატონმა გიორგიმ ეს დამფუძნებლის შესახებ და როგორც აღნიშნე, აუცილებლად შედგება ეს გადაცემა, იმიტომ რომ ასეთ ადამიანებზე დგას და უნდა იდგეს ქართული კულტურა და ახალგაზრდა თაობა მათ კარგად უნდა იცნობდეს. ბატონ თეიმურაზ კობახიძე შესანიშნავი დირიჟორი. ხო ნახეთ როგორი პროფესიონალი, რამდენი მუსიკალური სკოლა ჩამოაყალიბა, მე არც ვიცოდი, ეხლა გავიგე გიორგისგან. ხო და გიორგისგან ბევრი გავიგოთ, მე როდესაც მოახერხებს ჩამოსვლას, ხო? ასევე ოპერის თეატრის დაარსება, როდესაც ბევრჯერ მოვყევი და კიდე ერთხელ ისე გავიმეორებ,
როდესაც ქუთაისის ოპერის თეატრი უნდა ჩამოყალიბებულიყო ზურიკოს ოთარ თაქთაქიშვილმა მაშინდელმა კულტურის მინისტრმა დაურეკა და უთხრა რომ ზურიკო ქუთაისელი ხარ და შეკრიბე ახლა ქუთაისელებიო ჩამოაყალიბეთ ოპერის თეატრიო ზურიკოს ადრე ჰქონდა ეს რა თქმა უნდა თვითონ სურვილი და აი ასე ბატონი დიმიტრი მჭეძლიძე არაჩვეულებრივი მომღერალი შემდეგ ესე იგი თაქთაქიშვილმა უთხრა ზურა ბანჯაფარიძეს რომ შეკრიბე აბა შენიცი ახლა და ქუთაისში დაარსე ოპერისა და ბალეტის თეატრი ხო რომელი წელი იყო ხო არ გახსოვთ 59 აჰა გასაგებია მე მგონი ხო არ მეშლება ასევე მონაწილეობას კი არ იღებდნენ აქტიურად იყვნენ ჩართული სწორედ ბატონი თეიმურაზ კობახიძე ხო ხედავთ როგორ მინდოდა და რომ ხელა პატრიოტი იყო საოპერო და კლასიკური მუსიკის და ხელოვნებისა და ბატონი პეტრი ამირანაშვილი რომელიც ასევე ქუთაისიდან გახლდათ ბატონი დიმიტრი ჭედლიძე ცნობილი მომღერალი ჯერ მოსკოვის დიდი თეატრის შემდეგ ჩვენთან აქ თბილისის ოპერის თეატრის დირექტორი რომელსაც უდიდესი ამაგი ჰქონდა ზურიკოზე მის მომღერლად ჩამოყალიბებაზე. ეხა ამაგი ბრძანეთ, ხალხმანი და თვითონ ზურიკო ანჯაფარიძეს ჰქონდა უდიდესი ამაგი ბევრ ისეთ ცნობილ ადამიანზე, რომლებიც ეხლა არიან, რა ვიცი, თქვენ თუ გინდათ დაასახელეთ საცხედან და ვინ არიან. ზურიკო ანჯაფარიძეს ძალიან ალეკო ხომერიკი გარდაიცვალა, ძალიან საერთოდ ოპერის თეატრის დირექტორი რო იყო, ყველას ეხმარებოდა განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რასაც მე აი როგორ გითხრათ, გულის ტკივილით, არა პირიქით სიხარულით აღნიშნავ. სიხარულით არა, აღნიშნავ, რასაც მე ვერ ვცნობ ჩვენი ოჯახის მიმართ ამ დამოკიდებულებას. ზურიკო რო გაიგებდა, რომ ვინმეს მაშინ გაჭირების წლები იყო, გაგებაც არ უნდოდა. ხელფასი არ ყოფნიდა, კუპონები იყო, ხო? თავის ხელფას მთლიანად. ზურიკო ანჯაფარიძის სიკეთეზე ლეგენდები დადის. კი. ჯერ მარტო წინ ხვდება, ჯერ მარტო უცხოეთში ყოფნისას რამდენს უპატრონა. აბა. ხო, მათგან დღეს ახლა თბილისში არიან, ხო? კი, დღემდე. კი. არაჩვეულებრივი და ეს სიკეთე ხვდება სულ წინ. ქავდონ მარინა ძალიან საინტერესო რამ უნდა მოყვეთ ერთი ლამაზი დანადგარი თუ არ ვიცი რა ვუწოდო ან ვინ შექმნა გლობუსის შესახებ. მოგიხსენებათ ზურიკო ახლა სახალხო მომღერალი იყო და ასევე ჩვენ გვაქვს საშუალება რომ ვიდეო გავუშვათ და ასევე დიდ პატივს მიაგებდნენ მის შემოქმედებას და მის პიროვნულ თვისებებს. ქუთაისში ტარდებოდა 80-იან წლებში არაჩვეულებრივი ფესტივალი, რომელსაც ზურაბ სოტკილავასთან ერთად ატარებდა და იმდენად იყო დაკავებული ამ თავისი იდეით, რომ ხანდახან თვითონ კონფერენციის როლში გვევლინებოდა. ჩამოყავდა მაშინდელი არაჩვეულებრივი მომღერლები. საბჭოთა კავშირის. ახლა სამწუხაროდ არ ჩანს კარგად, არ არის კარგი გადაღებული. აი ეს არის გლობუსი. ამ სიყვარულის აღსანიშნავად და როგორ გითხრათ, პატივის მისაგებად, ზესტაფონელებმა იყო მაშინდელი არქიტექტორი ვინმე მაღრაძე. ზურიკოს სამეგობრო ამავე დროს გადაადნეს თვითფრინავი გადაადნეს და გააკეთეს ეს გლობუსი. შიგარის კიბით ასასვლელი შენობა არის თქმის ფართობი და არის ზურიკოს ნივთები ზურიკოს ნივთები პატარა მუზეუმივით განთავსებული აი ასე ზურიკოს სახელობის ქუჩა ამავე დროს ანჯაფარიძის 6 ნომერია. სად არის ეს? ზესტაფონში. ძალიან მინდა ყურადღებას. არავინ აი დაუშლიათ მთლიანად. და შიგნით რო ნივთებია, ნივთებს ვინ აქცევს? არავსულ არ. ეხლა რომ მივდიოდი ქუთაისში მანანა ამ ღონისძიებაზე სკოლის მინდოდა, ისე შევიარე. და შევხედე გული კინაღამ შემიწუხდა, დაშლილი არის, ჩამოცლილია, ეთყობა. რა ვიცი, ვინ მოვიდა და ვინ გააკეთა ეს და მინდა რომ გადმოვიტანო ჩემთან ნაფეტრებში სახლში ეზოში დავდგა და სანამ ვიქნები მე მოუვლი და ჩემს მერე ჩემები გააგრძელებენ.
არა ღმერთმა დიდხანს გააცოცხლო თქვენ დიდხანს უნდა იყოთ. მე რა მაინტერესებს ნაფეტრებში რატო აი სხვაგანაც ხო შეიძლება ისე რომ ყველამ ნახოს. არ ვიცი იქნებ სხვისი მიწაა იქ ამავე დროს. ის სხვის მიწაზე დგას. სხვის მიწაზე დგას. ეს იცით რა არის ქალბატონო მარინა მე მგონი არ იქნება ურიგო ქალაქის მერიას რომ გაესაუბროთ პირადად ბატონ კახიკალაძეს რომ გაესაუბროთ თქვენ ამის თაობაზე. იქნებოდა კი. რომ მოგეხმარებათ შეარჩიოთ ადგილი. შეიძლება შესაძლოა თვითონ შემოგთავაზოთ, იმიტომ რომ არა იქ სადაც მე მოვლი მანანა რო არ გამიჭირდეს იქ ჩასვლა კიდე არა თბილისზე მაქვს საუბარი თბილისში რო დაიდგა თბილისში რა ვიცი მოვლენი იქაც ტურისტული ზონასავით გაკეთდება და ნახავენ და თან ძალიან ორიგინალური სივრცეა როგორც ხედა თვითონ ნაგებობა არ ვიცი რაღაცა კონსტრუქცია არის ძალიან ორიგინალური ხა თვითმფრინავი დაიშალა იმიტომ რომ გადაიდნო იმიტომ რომ ეს გლობუსი აშენებულიყო და ელემენტარულად პატივი უნდა ვცეთ ჩვენს წინაპრებს და ეს ზურაბ ანჯაფარიძის ნივთებია იქ ფაქტურად გამოდის რომ ეს არის პატარა მუზეუმი ზურიკოს პატეფონია იქ სურათები სადაც ქეიფობდა და ფესტივალი რო ვახსენე ჯერ მან შეატარებდა ხოლმე თავის სტუმრებს მან იყო დიდი ვახშამი აბა გამართული ისტორიული ადგილია ვინ არ ყოფილა ამ გლობუსში და ასეთი გლობუსი მე მგონი არ არსებობს არსად ხო? ის მთელ ზესტაფონს დახურებს ზემოდან. ნუ ეხლა ამისთვის რა ვიცი. ალბათ ყველაზე მართებული მისამართი ამ შემთხვევაში თბილისის მერიაა. და არავინ არ გეტყვით, არავინ არ დაგზარდებათ რამდენიმე წუთი რომ გამოყოთ რომ შეხვდეთ ქალბატონ მარინა მაჭავარიანს და უბრალოდ გაისაუბროთ და რაღაც ერთ საინტერესო აზრამდე მიხვიდეთ. სად უნდა დაიდგას ეს წინაპრების მიერ თან ისეთი როგორი წინაპრების მიერ შექმნილი ეს ნაგებობა და შიგარსებული სივრცე. სად უნდა პოვოს ადგილი და სავანე. ისტორიული ადგილი ხო გეუბნებით, მთელი ძველი მომღერლები, ძველი თაობის, სარაჩოულებრივი მომღერლები, სულ ყველა დირიჟორები, პიანისტები, სულ ყველა ჯერ აქ მოდიოდნენ და მე მივდიოდით ქუთაისში. ქალბატონ მარინა, ძალიან საინტერესო მოგონებები გაქვთ თქვენ და ბატონ ზურაბთან დაკავშირებით და თქვენ ზოგადად ყველას ვინცაც შეხება ქონდა ბატონ ზურაბ ანჯაფარიძესთან. რამდენჯერმე გვისაუბრია ამის თაობაზე, მაგრამ მაინც მინდა აი რამდენიმე წუთი გვჩება გადაცემის დასრულებამდე და მაინც მინდა აი გაიხსენოთ ვინ რას ამბობდა დიდი ზურიკო ანჯაფარიძის შესახებ. აი ეს წინა წიგნი რომელიც არა ჩვეულა წავიკითხე როგორაც წავიკითხე. აი იმ წიგნში დიდი რო იყო და უდიდესი მომღერალი მსოფლიო ხუთეულში შევიდა ენციკლოპედია რომ გამოვიდა მილანში კარუზო, ჯილი, მონაკო და მე მგონი რო არ შევწდე მეოთხე ზურიკოს დავასახელებ ზურიკო. კი. სუყელანი აღნიშნავდნენ გარდა ამ თავისი არაჩვეულებრივი ღვთივბოძებული ნიჭისა სიმღერისა, რომ პიროვნულად იყო საოცრება, ძალიან საყვარელი. რაში გამოიხატებოდა ეს ყველაფერი? თუ არ იქნებოდა ასეთი დამხმარე, სადაც თვითონ მიაკითხავდა ხოლმე ვინმეს პრობლემა რო ჰქონდა, თუ არ იქნებოდა ასეთი კაცთმოყვარე, ეს სახელი და გვარი წაიშლებოდა მანანა. გეთანხმებით. წაიშლებოდა დროთა განმავლობაში. აი ხო ხედავთ, პრობლემები თითქოს არ არის. ყველა პატივს ცემს უდიდესი ის კეთდება ზურიკოს სახელის უკტავსაღობად. რომ ვახსენეთ ძეგლი შეკვეთილში მომღერალი ძეგლი ისე დაიდგა რომ მე არ გამიგია. ხა ბატონმა ბიძინამ ეს ძეგლი ისე დადგა რომ მხოლოდ ერთი შეხვედრა მქონდა იმ ადამიანთან ვინც წაიღო ფოტოები. და ამ ძეგლთან ამზაფხულსაც ვიყავი ჩასული ვიმიზეზებ ხოლმე იქით მინდა ხოლმე წასვლა თავის თავად რა თქმა რომ მივეახლო ძეგლს და მოვეფერო
40 წუთი ვიდექი ამ ზაფხულს, სანამ მე ვიახლებოდი. იღებდნენ უამრავ ფოტოებს, იჯდა ხალხი და უსმენ და სოფლიო მნიშვნელობის მომღერალია და უსმენდნენ, აი რასაც შევესწარი მე ხა ვიდექი რიგში წინ ხო არ წავიდოდი და რიგი რომ მოვიდა, ველოდებოდი რომ ბოლოს მივსულიყავი, რომ ხალხი არ ყოფილიყო. ესე ცოცხლად ვემუსაიფები ხოლმე. რა გითხრათ აბა, კიდე რა გავიხსენოთ? გავიხსენოთ თუნდაც დიდ თეატრში მოღვაწეობის პერიოდი. დიდ თეატრში შეარქვეს ველიკი ზურიკო, დიდი ზურიკო, ხო? უდიდესი. თეატრში რომ ჩავედი 2001 წელს იყო დაჯილდოება, ხა წელები არ შევიეშალოს, თუ 2000 იყო აღარ მახსოვს. ზურიკო დააჯილდოვეს ოქროს მედლით, ფილმი ოპერა პიკის ქალი. გერმანის როლის შესრულებისათვის. მაგრამ იქ მღეროდა თამაშობდა სტრიჟენოვი და ზურიკო ახმოვანებდა. როდესაც ეს ფილმი გამოვიდა, ეს იყო საოცრება იმ დროის საოპერო ხელოვნებისათვის და აღიარეს, მაშინაც დიდი პრემიები მიიღო. მაგრამ აი გარდაცვალების შემდეგ, როდესაც რუსული მუსიკალური საზოგადოება ასე დაგაფასებს, ეს ჩემთვის, მისთვის და ყველასთვის ძალიან მისაღები და საპატივცემულოა. ასევე დიდ თეატრში შევედი სწორედ ამ დროს, დაურეკე დირექტორის მოადგილეს და ვთხოვე, რომ თუ შეიძლება მეთქი რომელიმე სპექტაკლზე მოვალ თქო. თან წაღებული მქონდა ზურიკოს დისკები და წიგნები. მანანა კამერდინერიდან დაწყებული. რა მოხდებოდა მსახიობებიდან, მომღერლებიდან, ორკესტრის მსახიობებიდან დაწყებული დადგა უზარმაზარი რიგი. და ვარიგებდი ამ წიგნებს, სანამ დაიწყებოდა. იხუტებდნენ გულში. ზურიკოს გამოსახული დატოვა ადამიანმა. იხუტებდნენ ცრემლებით და ყველა იხსენებდა იმ სიკეთეს, ყველა მათგანი, რომელიც ზურიკოს მათთვის გაუკეთებია. და ყველა დადებითთან ერთად ზურაბ ანჯაფარიძეს ჰქონდა არაჩვეულებრივი, აი უზადო, შეუდარებლად კარგი იუმორის გრძნობა. იუმორი ძალიან დიდი. ძალიან. ყველაფერი იუმორში გადაყავდა. აბსოლუტურად. და ნახეთ, აი როგორი იყო სპექტაკლის დაწყებამდე? მანენა ჩაოლებრივი იყო ზურიკო. არღელავდა? მე მგონი თქვენ მე მგონი რომ არღელავდი, მე ვღელავდი. ეხა ბოლოს ოტელოს პრემიერა მახსოვს ჩვენ თეატრში. თვითონ არა, იჯდა მშვიდად, იცოდა რომ გავიდოდა სცენაზე და მოახდენდა ძალიან დიდ ფურორს. სცენაზე ცხოვრობდა. ეხა მინდა დიდ თეატრი, არ ვიცი გავიხსენე თუ არა, ახლო იმაში სატელევიზიო გამოსვლაში, მაგრამ 84 წელში თბილისის ოპერის თეატრი ჩავიდა მოსკოვის დიდ თეატრში საგასტროლოდ და შევედით ხელის ცეცებით სადარბაზოდან, რომ ჩამქრალია იქაურობა და რა დამართნია თუ ამათო, ჩემი წასვლის მერე როგორ ჩაბნელებულანო. დავჯექი იქ ლოჟაში იწყება რეპეტიცია გია ყანჩელის დაარს მუსიკით. იყო პრემიაზე იყო მაშინ წარდგენილი ეს სპექტაკლი და უცბად განათდა ის ადგილი, სადაც ზურიკო იდგა. კი. განათდა და დაიწყეს სკანდირება და მთელი დარბაზი იყო სავსე, მანანა. როგორი სიყვარული. მთელი დარბაზი 15 წუთი სკანდირებდნენ ზურიკო, ზურიკო. და რა რეაქცია ჰქონდა? ჩავარდა უხერხო მდგომარეობაში? თვითონ დაიბნა, იმიტომ რომ არ ელოდებოდა ამ დახვედრას, ჩაბნელებული. ისე მორიდებული იყო? საერთოდ კი, ძალიან. კი. ძალიან დიდები. მორკი ყველანი თავშეკავებულები და მორიდებულები არიან. ის კეთილშობილება შინაგანი რაც აქვთ ის აი ამ მორიდებას და მე მახსოვს კიდე ერთი ფრაზა, ოღონდ არ მახსოვს ვის ეკუთვნის ეს ფრაზა, ზურიკოს მიმართა, დიდ ზურიკოს მიმართა ადამიანმა, რომ
შენი ხელოვნება არ უნდა დაიკარგოსო. თუ უნდა პოვოს გაგრძელებაო შენმა ხმამო. აი როგორ იყო ეს და ვის გადახედა? 84 წელში სწორედ რო ვიყავით გასტროლებზე, რო იყო თეატრი მოსკოვში, აი მაშინ ბატონმა ივანე კოზლოვსკი ჩადგა იმ დიდ რიგში, რომ მიელოცა ზურიკოსთვის. ნუ რამდენი თაყვანისმცემელი მოვიდა, მაშინ წარმოიდგინეთ, ჩადგა რიგში და უთხრა, რომ ეხლა ჩემთან უნდა წავიდეთო სახლში. რა თქმა უნდა, ზურიკოს სიყვარულით თუ გახსოვთ ერთად მღერიან მხოლოდ შენ ერთს. კი, როგორ არ მახსოვს. მაგრამ ეს ადრე იყო, ამ საღამომდე ბევრად ადრე იყო და იქ აი უთხრა ზურიკოს სადღეგრძელოში, რომ ბედნიერი ვიქნებიო, რომ ბიჭი ყავდესო. ბიჭი და რა გოგო. და რამდენ წელში მე რაღაცა 5 წელიწადში პატარა ზურიკო მოევლინა. ზურიკო მოევლინა უფლის წყალობით დედამიწას. არაჩვეულებრივი ზურიკო. და აი გაგრძელება. არაჩვეულებრივი გაგრძელება, მანანა გაგრძელება მხოლოდ ხმა ხო არა რომ ღერის, არა. აი ის მამას გენი გააგრძელა და მამის შემოქმედებას უვლის. კი, უვლის ნამდვილად არქივი აქვს არაჩვეულებრივი, ძალიან გვეხმარება ხოლმე მედიაკავშირი ობიექტის და მე ვიცი რომ ზოგადად ტელევიზიებს, ამისთვის დიდი მადლობა პატარა ზურიკოს. ქალბატონ მარინა, უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის, ჩვენ ძალიან გვიყვარხართ თქვენ და ჩვენ ძალიან გვიყვარს თქვენი სტუმრობა, ზოგადად მედიაკავშირი ობიექტის და პროფესიონალებს და საზოგადოებას. წარმატებებს გისურვებთ და ყველა აი ის ნაბიჯ როგორც თქვენ დადიხართ დიდი ზურაბ ანჯაფარიძის სახელის უკტავსაყოფად უკვე უკტავყოფილია მისი სახელი, მაგრამ აი მომავალ თაობას რო გინდათ რომ შემოუნახოთ, ეს ყველაფერი აუცილებლად ასრულდება და მე მაინც ქუთაისის მერიას მიმართავ ჩემი დიდი სიყვარულით, ჩემი დიდი პატივისცემით, ქუთაისში ნამდვილად უნდა არსებობდეს ზურაბ ანჯაფარიძის მუზეუმი. ამხელა საოპერო მომღერალი ჩვენი ლამაზი ქუთაისიდან იყო. მე იმედი მაქვს, რომ აუცილებლად იქნება ეს რამდენიმე ხანი შეიძლება ერთ თვეში და ორ თვეში და სამ თვეში არა, მაგრამ ერთ წელწადში დარწმუნებული ვარ, რომ ქუთაისში იქნება ზურაბ ანჯაფარიძის მუზეუმი. ხო გადავწყვიტე, რომ ამ საკითხზე აღარ ვილაპარაკებ. ნუ მე მაინც აი ნებართვა არ ამიღია თქვენგან, მაგრამ ნუ ვერ გავჩერდი და საკითხზე აღარ და გადაწყვეტილი მაქვს სულ სხვა რამე. თუ ესე არ მოხდება, მაშინ კონცერტებს ჩავატარებთ, შევაგროვებთ თანხას და ეს ჩვენ ვიცით, გეგმა რაც აქვს. თავარია ფონდმა ეხლა, რომელსაც არაჩვეულებრივი ორი კონცერტი დააფინანსა. კი, აი ამ ფონდს მივხედო, მე როგორც შემიძლია ის. თქვენ არაჩვეულებრივად უძღვებით ამ ფონდს. გავიტანოთ ამ კონცერტებით ზურაბ ანჯაფარიძის სახელი. უკტავყოფა. წარმატებებს გისურვებ და წარმატებებს უსურვებ ამ საკითხში და ყველაფერში, რა თქმა უნდა, სრულიად კლასიკური მუსიკის მესვეურებს. აუცილებლად. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. დიახ. კიდე ერთხელ დიდი მადლობა ქუთაის. მადლობა თქვენ. ბატონ გიორგის დიდი მადლობა ყველაფრისათვის და თქვენ, ჩემო მანანა, რომ ასეთი რუდუნებით ყველაფერს თვალს ადევნებთ. დიდი მადლობა თქვენ ჩვენს წარმატებებს. და ყველაფერს ასე მოგვიმზეურებთ და მიაწვით ქართულ მსმენელს საოპერო ხელოვნებისა და კლასიკის. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, ვინც გვიყურეთ და გვისმინეთ. მე მომავალ პარასკევამდე განშვიდობებით. ნახვამდის.